დღე მშვიდობისა. ეხლა არის 2 საათი, უბრალოდ უკვე გადაცდა 3 დაიწყო. ეხლა უნდა დავადგა წიწიბურა და ხაბი დამჩენია. წყალი ვიცხო და წყლის ჩასხმა შიგნით და დატოვება რომ დალბეს, იმიტომ რომ წიწიბურას მე ხო იცით. ხო და ეხლა ამას გავავლებ უცბად. დავადგავ და დღეს ველოდები სტუმრებს, პრინციპში სტუმრებიც არ არიან რა ფაქტიურად ოჯახის წევრი. ანუ ვანდა და მისი ყოფილი თანამშრომელი, ძალიან დიდი მეგობარი. და ისეთ, ისე შინაურულად ვართ, რომ ძალიან მომზადებაც რო არ დაგჭირდება ხდებით, ანუ ის თქმა. წეგონ ვიყავი ჩასული ჩვენ მარკეტში და ნისიაზე რა რაღაცები ავიღე. ყავა მოიტანეს როგორც იქნა, მაგრამ ძალიან გაძვირებული და მგონი მომიწევს მერე იქით სიარული ქუჩის ბოლოში, სადაც დაფქული კარგი ყავა აქვს ხოლმე. ანუ ყავისთვის რა იქით მომიწევს სიარული. იყოს ახლა ეს ჯერჯერობით ავიღე, იმიტომ რომ საერთოდ არ მომქონდა ყავა და ხო და რომ ყიდულობდი ქვია თუ რაღაცას რომ ვიღებდი რა. ერთი ხალი დადგა ჩემ გვერდზე რა, ანუ მასაც რაღაცა უნდა დაეთხოვა ეყიდა და ცოტა ხნის მერე, ანუ უკვე გამყიდველი რო აწყობს პარკში ამ რაღაცებს და მეკითხება ისო მე მგონიო თქვენ გეძახითო ის კაციო რაღაცა. ხო და მე პასუხად ვუთხარი მე აქ ცხოვრობ მეთქი, მე კაცები არ მეძახიან მეთქი. ახლა ვინც იცის ეს ამბავი და ვინც ძველები ხართ და მოგისმენიათ ეს ისტორია ანუ ქუჩასთან დაკავშირებით, მაშინ მიხვდებიან და გაეცინებათ კიდევაც და ვინც არ იცის, თავისთავად ვერც მიხვდება რა ხდება. აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ არ აქვს აზრი. და მოკლედ ესეთი ამბები. ახლა წიწიბურა ნახევარი ეგრეთ წოდებული პაჩკა შეგუწვა. ესე ვაკეთებ ხოლმე თითები. დარჩა ამას შევკრავ. ეს დეკორატიული შპილკები საჭერები ისე კარგად გამომადგა აი ესეთი რაღაცეებისთვის. ესე ბრინჯზეც მაქვს ესე გაკეთებული ესე. და ეხლა ამას დავადგავ. სანამ ამას დავადგავ, ჯერ მინდა ყავა მოვიდუღო, იმიტომ რომ კარგი ხანია ნორმალურად ყავა არ დამილევია. გუშინ წინ ფაქტიურად უნალექოს ვსვავდი არა და ჩემთვის უნალექო დიდად არ შეიძლება. თუმცა იმ უნალექო ყავაში რაც იყიდება, მგონი კოფეინის ნატამალიც არ არის, ასე რომ ვფიქრობ შვიდად შეიძლება დაილიოს, მაგრამ მე ცოტა არ იყოს რა ვიცი, ნუ არის საერთოდ ვიცი რომ მაინც არის კოფეინით, იმიტომ რომ სამსახურში ეგ მშველოდა ხოლმე
უკვე რომ ვითიშებოდი, რასაც ქვია, გადაღლისგან და შაქარი მივარდებოდა შიმშილისგან და რა ვიცი, საშინაო დღეში ვიყავი ხოლმე. უცბად მოხსნიდი სალაროდან ის ხო არის მანდ ყავები რაღაცები და ну რა თქმა უნდა ეხლა თავისთავად ეხლა იქ ვინ გვაჩუქებდა თანამშრომლებს უნდა გვეყიდა ყველაფერი ანუ ჩვენ არ გვეკუთვნოდა არც ყובה არაფერი ну ესეთი ის იყო რა პოლიტიკა და მოკლედ ვსვავდი ხოლმე კარტნუარს და კარტნუარი მშველოდა ოღონდ არის რაღაცა მე მგონი ეხლა ჩვენ მაღაზიაში კარტნუარი რო იყიდება საერთოდ არ არის კარტნუარი ანუ რაღაც ის არის ყალბია რა მოკლედ ხო და ესე მეგობრებო აი ესე გადამქონდა არა და ძალიან არ მინდოდა მაინც ყავა და კოფეინი თვალსაზრისით რომ მაინც ამ ბოლო ხანებში დაახლოებით იქნება ესე 3 მგონი ხო 2-3 წელია რაც წნევები ასე ვთქვათ ამეწია ჩემი ნორმა იყო 170-ზე და აიწია ანუ ეხლა ნორმალური მდგომარეობა 190-ზე ესეთი წნევა მაქვს ეგრეთ წოდებული ლოჩიკის წნევა და როცა მიწევს 140-მდე და შესაბამისად გულიც მაღალია ხოლმე და არ დამილევია ჯერჯერობით და იმედი მაქვს რომ არ დავლევ არანაირ წამალს წნევისთვის ჯერჯერობით თავს ვართმევ იმითი პიტნის ნაყენით ანუ არის პიტნის წვეთები მაგრამ ეგ არ შველის უფრო ცოცხალი პიტნა ანუ რომ გაახმობთ ან ნედლი არ აქვს მნიშვნელობა კარგი მუქი ნაყენი უნდა დალიოთ და საკმაოდ კარგად წევს დაბლა წნევას და ხა რატომ იმას ვქნა ხო ჯერჯერობით თუ შველის მცენარე ბევრი ხარ მომივიდა წყალი ხო ვფიქრობ ძალიან ისეთი ჩახარშული ისიც არ მეყვარს ციტიბურა სავანდას უყვარს აი ფაფასავით როათ უი ესეც გავხსნა ხო ეს ყავა ვიყიდე იმიტომ ყველაზე იაფი ეს იყო არა და ჩვენთან იქ ნორნაბიჯი რომ მუშაობდი იქ ყველაზე იაფად ითვლებოდა და ღირდა რაღაცა 2 ლარი თუ რაღაც ეგრე იმიტომ ყავები გაგვიყვ და არის არ ყოფილა რომ ნაბიჯი კარგი ხანია მოდით ახლა ამას ცოტა ზეთი ვიზეთი არა მაქვს და ზეთი წაყიდელია რომ დამავიწყდა ეს გადარჩენი წვეთებს ვასხავ ხოლმე დევს არა ანუ აი მართლა წვეთები ჩემ იმას ზეთის იმაში მაქვს ხოლმე ანუ რო ხსნი ვატრიალებ იმას და რგოლს ვარჭობში და იმისავით არის რა მოკლედ ბევრი არ გადმოდის ხო ეხლა ყავაც ვიკეთო სუდა მოვიწყდა მადლობის გადახდა არც მგონი ჩემი ძმა უყურებს ხოლმე ჩემ ვლოგებს თუ უყურებ დიდი მადლობა აქედანაც მოკლედ ეს კრედიტის კუდი რომ მქონდა დარჩენილი რა ნაწილი ჩემმა ძმამაც დამიმატა თანხა გუშინ კიდე ვანდამ და დედამ დამიმატეს და მოკლედ დავფარე რა კრედიტი და ცოტა ამოვისუნთქე ცოტა ხნით იმიტომ რომ ისე სწრაფად გადის დღეები რომ რა ვიცი რა ასე როგორ ზუსტად ამის შესაფერისად გამოვიდა ეს საჭერი ნახეთ სტაფილოსფერთან საერთაშორისო ეს ისე მიყვარს ეს მაჩუკა მეზობელმა ადრე მაგას ჰქონდა მეორადები ანუ ყიდი და მეორადებს და მოკლედ ახარისხებდა რაღაცებს
თურმე უნდა და ნუ გადაყრა რა ეხლა საერთოდ მეორადებში ვინც მუშაობს ძალიან ისინი არიან რა ანუ არენანებად ეს აი არ ვიცი ეს საერთოდ რაღაცეთ არენანებად გადაყრა რა იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინახია ჩვენთან წინ ის რო არის იწისქვეშა გადასასვლელში რომ მეორადებია მან ძალიან ხშირად მინახია აი ნაგავთან რომ მთელი დიდი ეს პარკები როა რაშიც არის საერთოდ მეორადები ხო და ანუ ახლა მერიდებოდა თორე კი დაათვალიერებდა ადამიანი რომ ბევრ კარგ რაღაცებს ყრიან საერთოდ ну კარგს ახლა იმ თვალსაზრისით ვიძახი რომ ვის როგორი თვალი აქვს რა მე მაგალითად რომ ეხერხება რაღაცის გადაკეთება რაღაცის ნაჭრად გამოყენება ახლა ჩემთვის ხო ხდებით როგორი რაღაცა ხო და მოკლედ დიდი ვის ქონდა პარკი აი შავი პარკები როა უზარმაზარი რა ესე წელამდე რო ვწუდება ესე ამხელა სავსე იყო და უბრალოდ ვთხოვა რომ მე ისე რა ქვია ჩემთვის მძიმეების აწევა ეხლა არ შეიძლება იქ მომთხრა რომ მოკლედ და ისო თუ შეგიძლია რომ მომეხმარო რომ გადავყარო და რა არის მეთქი ანუ მივხვდი დაახლოებით მაგრამ მაინც ვკითხე რა არის მეთქი აი ისო კანსაცმლებიაო და შეიძლება მეთქი დავათვალიერო თქო და იმდენი კარგი რაღაცები გეფიცებით პალტოები კურტკები შარფები პონჩოები ესეთი რაღაცები იყო და იქ იყო ეს სპორტული ანუ თერმო ზედა რომელიც მე დავალაქავე იმიტომ რომ სახში მეცო ხოლმე და ეხლა ვფიქრობ მინდა შევღებო შავად მაგრამ ისე მენანება ძალიან ისეთი კარგი ფერია მიყვარს ეს ფერი და ნუ არა უშავს რა გადავხება იმიტომ რომ მიჩვენია ეხლა ანუ ვარჯიშის დროსაც ჩავიცვა ხოლმე გარეთ თუ ვირბენ კიდეოდეს მე არ ვიცი დილობით მიყვარდა სიარული სირბილი ხო და ესე ამოვიღე სოსოსთვისაც ძალიან კარგი ის იყო ესეთი ისის თერმო იყო ოღონდ და ის სოსოს კარგად ქონდა ისიც მეიკაზე იყო ესეთი ერთი წამით ინტერნეტს გავთიშავ თორემ მოდის და მოდის SMS-ები ხო და მოკლედ ესე ხო ქობულეთში რო წავედით ანუ როგორც ჟაკეტივით რა ესე ქონდა სოსოს ჩაცმული იმიტომ რომ მატარებელში ხო კონდიცირებაა და მეთქი არ შესწავლეს რა ზაფხულში ხო ხდებით ახლა როგორი ის არის მაგრამ კარგად რთავენ ხოლმე რა მატარებელში და საკმაოდ სუსხია ხო და რომ მივედით უკვე რომ ჩავედით ნუ ესე იგი მატარებლიდან გადმოსვლა ხო კატასტროფა იყო აი ჩახუთული და ნესტიანი ჰაერი თითქოს რომ ვერ სუნთქავ და ბოლო-ბოლო რომ მივედით რა დავბინავდით აი გამოვართვი ბავშვს ახლა თავისი ნივთები რაღაცა და ეს გადავკიდე ხო კარგად მახსოვს მეგობრებო რომ გაიხა და გადავკიდე დავდე იქ ანუ სკამზე ესე მივაკიდე და მეორე დღეს თუ მესამე დღეს ვეღარ ვიპოვე მოკლედ რომელიღაცა დამსვენებელმა ეთყობა მოიპარა თან მერე ჭვი მქონდა ახლა საერთოდ არ მიყვარს ესეთი რაღაცები სანამ ხო იცით ნი ვარ ხო და ცილის წამება გამოდის როცა ზუსტად არ იცი ადამიანს ვერ დაადებ ხელს და მაგრამ ესეთი ეჭვი რატო გამიჩნდა ესე იგი ქალი იყო ბავშვებთან ერთად ჩამოსული, კარგად ბლომად იყვნენ, აი ყველაზე დიდ ოთახში, თუ ძველებს გახსოვთ ადრე დაგათვალიერებინეთ, ქობულეთში ყველაზე დიდი ოთახი რომელიც იყო ბევრი საწოლებით, მანდ იყვნენ გაჩერებულები და მოკლედ ერთი ბიჭი იყო, მათთან ერთად მგონი ერთ-ერთი უფროსი გოგოს შეყვარებული იყო და რაღაც ისეთი იყო, ქუთაისიდან იყვნენ რა მოკლედ და რაღაცა რა არისო ეს ამხელა ჩანთაო ამ ქალმა კითხა რომ რამდენი რამე გაქვს შიგნით ანუ გატენილი ქონდა თან დიდი ხნითაც არ იყვნენ ჩამოსული ხა ბიჭს ახალგაზრდა ბიჭს რა თუნდა ეხლა ხო ხდებით ეხლა ბიჭები ძირითადად ეგრეთ წოდებული ნალიხი ходят რა დადიან რა სუბუქად რაღაც 1-2 რაღაცას ჩააგდებენ ან ჩანთაში ან ზოგ ჩანთაში რაღაც ამას ქონდა დიდი სპორტული ჩანთა დატენილი ხო და აი მაგაზე ავიღე ჭვი, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი
იყვნენ დიდი ხნის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული კლიენტები ჩემ დიასახლისის და შესაბამისად ეჭვი გამიშდა იმ ბიჭზე. ნუ არა უშავს, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, სოსოს ძალიან უხდებოდა ეს ისა და ერთადერთი იყო, რომელიც ნორმალურად მოერგო და ისე ცოტა ახდუნებდა კიდევაც რა ეს შავი იყო და ხო. მოკლედ აი ლაპარაკი და ყავასაც იმაშვები. ეს რაღაცნაირად მინდა დროზე დავტენო ეს დიდი ბალონი რომ ესე აღარ იმას ვქნა დამყალა. და ეს მე მგონი გაფუჭდა თუ რაჭის არ ვიცი. ეს თვითონ გადასაწევ გადმოსაწევი. ეხლა ეს შარვალი ამოვიცვი იმაზე სპორტულებზე. უნდა დავიწყო ვარჯიში რა მოკლედ ესე ფოტასები. ეს ვანდას ნაჩუქარი ფოტასები შიგნიდან მაცვია ესა ადიდასის სპორტულები. სავარჯიშოდ მოკლედ გავემზადე რა ვარჯიშისთვის. ხო და მაღაზიაში ვარ ჩავიდოდი ძალიან ისე თან გრილია. რასნაირად. ხო ეს 5 ცალი კვერცხი დასემატებლად ამის თუ ჩაეტია იქ ნახო ახლა. მგონი ის ზემოთ ნემთან ეს მზაკატლეტებს ყიდიან 80 თეთრად თვითოს. რავი, ნორმალურია ხა სუფთა ხორცს ვინ მოგცემს, მაგრამ 80-თან მithumetas 80 თეთრად გემრიელებია. მგონი ჩვენთან ვიღაცა აკეთებს ან ჩვენი მეზობელი ან არის მოკლედ კარგებია. ხო და ასე ახლა alles ხო და კიდე ჩემო ძმამ ისა სამსახურიდან სადაც მუშაობს ის არის რა მოკლედ ისა სგუშონი შედედებული ძეთ როგორც ქვია რა მოკლედ ცდილობ ქართულად თქვა სიტყვები მაგრამ იმდენად დიდი ხანია გადაკეთებული ეს ქართული სიტყვები რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ძნელია რომ გადააკეთო ან რომც გადააკეთო ბევრი ვერ გაიგებს იმდენად არის უკვე იერსახე შეცვლილი რა ჩვენი ქართული ენის ხო და ეგრეთ წოდებული ის გუშონკა და ისა კაკაო მოგვიტანა კიდევ სოსოს ძალიან გავხარდა სოსოს უყვარს ძალიან საერთოდ ნესკვიკი კაკაო და ეს ფრენები კომში ჯერ ვერ გავაკეთე ჯემი. ვაიმე იმ დღეს ისე ვიცინე იმ კომენტარზე. არ მახსოვს ვინ სახელი მგონი სახელიც არ ეწერა. თვითონ ვინც დამიკომენტარა, მაგრამ შენ გაიხარე, ისე ვიხარხარება კომენტარზე. სხვათაშორის ამ ბოლო ხანებში ძალიან იშვიათად თუ მეცინება რაღაცებზე, იმიტომ რომ სასაცილო არაფერი აღარ დარჩა მე მგონი ამ ქვეყანაზე. ძალიან ის არის რა დამძიმებული საქართველოში მდგომარეობა და ისე გულიანად გადავიხარხარე ამ კომენტარზე რომ გამომცხარი ესა ისა გამომცხარი და თან ბევრჯერ წერე ეს გამომცხარი და ისო რა ქვია ანუ შენ რა ესე არ გიცნობო და ანუ შენ რაღა დაგემართაო და ანუ იმიჟიჟით რო ეხლა მე ვიღაცა რაღაცას აკეთებს ვეღარ თქვა სიტყვა გამოცხობა მე ეხლა იმიტომ ვამბობ ეხლა თუ მიყურებ ანუ თუ კარგად ნახე ეს ბოლო ვიდეოები კუჭის პრობლემები რომ აქვს და მომატებული სიმჟავიანობა და რომ ვიტანჯებოდი და რაღაცა მაგიტომ დავიწყე ეხლა თუ თან პარალელურად შევთხელდები მაგას რა ჯობია ანუ დიეტის თუ როგორც ქვია რა პრინციპში სამედიცინო დიეტა თუ როგორ ქვია რა ჯანმრთელობისთვის რო დიეტობს ადამიანი და არა რაღაცა გახდომისთვის მაგრამ ეხლა პარალელურად თუ სხეულით შეთხევდა მაგას რა ჯობია და მაგას რო ამბობ რომ
მე დავიწყე ძირითადად მაგის გამო ეს ყველაფერი და მე თან ახლა სოსოს ძალიან ავტვირთავდი როგორც ჩემ თავს, იმიტომ რომ მაინც მოზარდია, ბევრი რამე ესაჭიროება ახლა ბავშვი მაინც ახლა სანამ 14-15 წლის გახდება, ის ჭირდება ახლა იგრძულები იზრდება, ორგანოები ფორმირდება, ბოლომდე არ არის ხო ჩამოყალიბებული ახლა რატო ქვია ისა მაგალითად მოზარდი ეს მოზარდი ანუ იზრდება ჯერ კიდე ზრდის პროცესშია და არ შეიძლება რომ რაღაცა იქ ვიტამინი იქნება თუ რაღაცა მოაკლო მე შეიძლება ბავშვობაში ძალიან ბევრი რამეც მაკლდა ახლა და რატომღაც ჩემი მშობლები მაგაზე არ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ მაგას ვამბობ, რომ მშობლების განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მშობელი უნდა იყოს განათლებული, რომ მე ნორმალურად, ასე ვთქვათ, გაზარდოს და აღზარდოს შვილები. გაუნათლებელი მშობელი, მით უმეტეს დედა არის კატასტროფა, ჩემი აზრით. ვანდასაც ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ბავშვობიდან და მეც. და მე უკვე ხა ნინო და კოტერო დაიბადა, უკვე ჩვენ ჩავერიეთ მე და მანდა და ჩვენი დამსახურებაა ბევრი რამე. თუმცა ნუ არის ბევრი რაღაცა ისეთი ხარვეზები, რაც იყო. მოკლედ ესეა საერთოდ დაკვირვებული ვარ რატო ხდება თან მით უმეტეს ადრე უფრო ხდებოდა ხოლმე ეს რამე როცა მშობლები იყვნენ განათლებული, შეძლებული და ასე ვთქვათ რაღაცას წარმოადგენდნენ მათი შვილები ყოველთვის იყვნენ ზარმაცები ხოლმე. ნუ ეს ადრე იყო, ეხლა არ ვიცი. შეიძლება ეხლაც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა თუნდაც ისა რა ქვია მსახიობების, აი ცნობილი მსახიობების შვილები ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ მუქთახორები არიან და მშობლების კისერზე რო არიან რა. და საერთოდ აი ასე ვთქვათ, იქ რაღაცა აკრძალულ ნივთიერებებსაც რო იყენებენ და ასე და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მამა ჩემი და მამი და ანუ უზრუნველყოფილი ასეთ ვისა რომ იყვნენ, ახლა მამა ინჟინერი ყავდა, დედა ბუღალტერი აეროპორტში, მანამდე კიდე მგონი KGB-შიც არის ნამუშევარი, რაღაც ესე მახსოვს დედამ ესე მომიყვა. მე მახსოვს ბებია ძალიან ისე ბუნდოვნად 3 წლის ვიყავი. ქართულად უჭირდა საუბარი, ვინც არ იცით, ბებია მყავდა პოლონელი ებრაელი, ძირითადად საუბრობდა რუსულად სახლში, თან კომუნისტების დროს ესე უფრო ხშირი ამბავი იყო, თან მამაც და მამიდაც მიიყვანა რუსულ სკოლაში სწავლობდნენ, რუსული სკოლა აქვს დამთავრებული და სხვათა შორის ჩემი მეზობლები იყვნენ მათი სკოლელები. ხო და აი იმ სკოლაში სწავლობს ეხლა სოსო, ოღონდ ეხლა ქართულია. მაგრამ ეხლა რემონტზეა, ანუ რა გააკეთონ რა. ხო და ნუ რაღაცნაირად იზარმაცეს რა, მამა ჩემმაც, მამიდამაც და არ ისწავლეს რა და ბაბუა ისეთი იყო, ეხლა ბაბუა კარგად მახსოვს მე, ისეთი კაცი იყო, საკმაოდ კაცრი. ძალიან აფასებდა ცოდნას, განათლებას და მისი დამსახურებაა, რომ ჩამინერგა ეს მე, რომ აუცილებელიაო სწავლა, განათლება და ვინც ანუ ისწავლა და ვისაც ანუ სტუდენტებს, ვისაც ასწავლიდა ბაბუა ჩემი, ვისაც ხედავდა რომ მონდომებული იყო, ყველანაირად ხელს უწყობდა და საკმაოდ პატივისცემით ანუ დიდ პატივისცემას იმსახურებდა ბაბუა თავის წრეში და ეგრეთ წოდებულ GPI-ში ვინც აბარებდა, ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ წერილის საფუძველზეც კი ანუ რეკომენდაციას რო უწერენ, ხვდებით? და ესე ჩაუბარებიათ და მე საკმაოდ ცნობილი და საკმაოდ ესეთი ადამიანები გახდნენ.
ასე ვთქვათ, ქარხნები მაშინ რო იყო ჯერ კიდე ქარხნები და ქარხნის დირექტორები და ისინი იყვნენ და აი ესე. ხო, არ ისარგებლეს არც მამამ, არც მამიდამ ამ ყველაფრით და არა და მამიდას ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. არ არსებობდა დღე გასულიყო, რომ წიგნი არ წაეკითხა, ყოველთვის აი საღამო ხანს ეგრეთ წოდებული ნაჩნიკის ქვეშ ის რა არის ტორშერი თუ რა ქვია. მოკლედ წამოწვებოდა და სულ კითხულობდა. მამაც არ იყო ახლა მთლად ისეთი ეს მაგრამ აი რომ გაეგრძელებინა სწავლა და თუმცა სამხედრო იმაში საკმაოდ წარმატებული იყო წოდებაც ჰქონდა ანუ სამხედრო წოდება შესაბამისად მე კგბ-შიც მუშაობდა და მე უკვე რა აირია ქვეყანა და ასე ვთქვათ რა ვიცი მე დღემდე არ მგონია რომ დამოუკიდებლები ვართ რა ვიცი ეს ახლა კი ვითომ ესე ადრეც არ იყო ცუდი ცხოვრება და ადრე ხალხი რო ცხოვრობდა ისე რომ იცხოვროს ახლა რა უჭირს მაგრამ მოკლედ არ მინდა ახლა პოლიტიკაზე ლაპარაკი მე უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ ეს ჩემი ის რომ მოვყევი რა მშობლების ამბავი ხო და მე უკვე დაიშალა ხო თავისთავად ახლა კგბ-ს ნაწილი რო დაიშლება მე დაერქვა უშიშრება და შესაბამისად მამა წამოვიდა და ახლა სამსახური რო დაიხურება ზარითყვარი მუშაობები ხო სამხედრო ის იყო რაღაც სამხედრო ნაწილში და მე უკვე თვითონ დაიწყო რაღაც თავისით რაღაცა მუშაობა საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ 90-იანებში ძალიან რთული და აი ესე ასე რომ იმიტომ მე გაკაჟებული რო იქნები რა ცხოვრება რო გაგაკაჟებს აი ესეთი არაფერი არ მიკვირს მე ეხლა რაც მიკვირს ეს არის ადამიანობა და ადამიანური თვისებები თორე ის ცუდი და რაღაცა ყოველთვის იყო ადრეც და ეხლაც თან მით უმეტეს რა ვიცი ქართული ბუნება თუ საერთოდ ზოგადად ადამიანის ბუნება ესეთი ეს ჩაწყობა მოწყობა იქ ნაცნობობა და რაღაცა არ ვიცი ძალიან ისეთი აი არასასიამოვნო გარემოა იმიტომ რომ იქ დაუშვათ კარგი სპეციალისტია მონდომებულია რომ თქვა გახდეს კარგი ექიმი ხო და იმას ჩაუშლიან მომავალს წაართმევენ და ვიღაცა ისეც შეტენიან ვინც საერთოდ არანაირი ანუ უბრალოდ გენეტიკურად უნდა გავყვეს ამ გზას და მამა თუ იყო ან დედა იყო შვილი უნდა იყოს და ესეთი ის რო იყო დამოკიდებულება იმიტომაც ვართ ესეთ მდგომარეობაში კი არიან კარგი ექიმებიც მაგრამ ერთეულები და რატომღაც მგონია რომ თუ კარგად არ გადაუხადე ესეთ ექიმს ან თუ ნაცნობი არ ახარ შენზე ნერვებსაც და ენერგიასაც არ დახარჯავენ ანუ ეს დამოკიდებულება მაინც არის მიუხედავად იმისა რომ არიან კარგი ექიმები და დანარჩენი ახლა ვინც ახლა უბრალოდ ჩააბარეს და მე თქვათ ლექციებს აცდენდნენ და გულაობდნენ და დროს ატარებდნენ და ბევრი რაღაცა არ მოისმინეს არ ისწავლეს და რაღაც აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სხვა ქვეყანაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მე ვამბობ იქ ცხოვრობ და რაც მისმის და მე ძალიან კარგად მახსოვს ერთ-ერთი ჩემი კლასელი როგორ საუბრობდა იმაზე რა თანხა დამიჯდება ესა და ეს სამსახური და რაღაც ესეთი თემები წარმოიდგინეთ ახლა ესე იგი გამოდის რომ სამსახურს ყიდულობ რამდენი წლის მერე ამოიღებ იმ თანხას ეს მე საკითხავია მაგრამ ის რეპუტაცია და ის ანუ რომ შენ რაღაცა წოდება დაგერქვას აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და ესეთი ადამიანი კიდე აი ესე რომ თავს ეწევს და ზემოდან დაგხედავს და ისე გიყურებს სამარცხვინოა მართლა იმიტომ რომ ის ღმერთის თვალში არის მატყუარა და აფირისტი მეტი არაფერი შეიძლება თვითონ დიდათ არ ქონდა როლი იმაში და მშობლებს მიუძღვით როლი ასეთ გაფუჭებაში ვთქვათ მაგრამ მაინც თანამონაწილეა ხო
ხო და ასე რომ არ არის კაი რაღაცა როდესმე იმედია რომ მოლოდინი მაქვს რომ როდესმე შეიცვლება ეს და მართლა ადამიანი დაფასდება თავისი ცოდნით, თავისი პროფესიონალიზმით და გონებით, აზროვნებით და რა ვიცი რა სფეროშიც არ უნდა იყოს. და ჩვენ ქალაქს ფასადებს კი არ უნდა ვღებავდეთ მხოლოდ და რაღაც იმას უფრო ძირფესვიანადაა ბევრი რაღაცა გასაკეთებელი, იმიტომ რომ მე რო დავდივარ ხოლმე ხა ისეთ უბნებში რა, აი პატარ-პატარა ქუჩები და ზემო-ზემო და რაღაცა დაანგრეული ჯერ მარტო ის რომ აბანათუბანი აი ზემოთა მხარე ეს ყოფილი ლესელიძის აი ვერცხლის ქუჩა და ესეთი ქუჩები რა მოკლედ ვინც იცით აი ესეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და რამდენი ხანია კაცო რამდენი წლები გადის 10 წლეულები გადის და იგივე და იგივეს ვხედავ უბრალოდ ესე შეყუდებულია რაღაცა ისინი რომ არ ჩამოვარდეს არ დაინგრეს დითი ვერ მოგვარდა ამ კამდე ეს ამბავი არ ვიცი თან ისეთი უბანია ვიღაცა რუსი ბლოგერი რატო უნდა იგდებდეს მასხრად ჩვენ ქალაქს და ესო კი ეს ლამაზი ადგილებია მაგრამ აი მაგალითად არისო ესეთიცო ძალიან ესე ჩამონგრეული მონგრეულიო და რაღაცა თან ჰაჰა ეს ლაპარაკობს მე რა ვიცი მე არ მსიამოვნებს მაგალითად ესეთი ვიდეოების მოსმენა მაგრამ ნუ გადავაწყდი ახლა რაღაცა ახლა თბილისზე და საქართველოზე რომ არის ხოლმე რაღაცა ვიდეოები მსგავსი ყოველთვის თვალს მოვკრავ და ვუყურებ ხოლმე ხო და არის არ მესიამოვნა თავისთავად ხო და როგორც ადრე ვამბობდი ხოლმე მაშინ არც ვლოგი მქონდა არც არაფერი მაგრამ სულ იმას ვიძახდი რომ ხალხი მეთი საკუთარ სახლებში რა ვიცი სასახლის იმასი ლურს იწყობენ და რაღაც ესეთი სახლები აქვთ მეთქი და როგორც კი კარების გარეთ გამოვლენ და სადარბაზოში ნაგავი და რა ვიცი ქუჩაზე ნაგავი და უსახო ყველაფერი ირგვლივ ესე იყო თქო და რა ვიცი რაღაც სასწაული მოხდა და რაღაცა ცოტა წინ წავიდა მაგრამ რატო არ შეიძლება ისე ტემპებში წავიდეს ჩვენთანაც საქმე როგორც სხვა ქვეყნებშია მაგალითად ახლა კალიფორნია ეს ლოს-ანჯელესი უბრალოდ აი მალიბუსის რა მოკლედ ვილები და ის რომ დაიწვა ხო აი თქვენ ნახეთ ახლა რა სწრაფად მოხდება მაგისი ასე ვთქვათ აღდგენა მე ვიცი ზოგმა თავისი ძველი ანუ რაც ესეთი უკვე დიდი ხნის შენობები იყო ფაქტიურად ანტიკვარები ის მას ისეთივეს ააშენებენ და არის ესეთი ის რომ იყო ლაპარაკი რომ ზუსტად იმ სქემით და იმითი გააკეთებენ და რა ვიცი ესე სწრაფად აკეთებენ მინიმუმ 5 წელი ალბათ უკვე ყველაფერი ისე იქნება როგორც იყო თუ უკეთესად არა ჩვენთან კუსნაბიჯებით რატო იმიტომ რომ რა ვიცი ალბათ ჯიბეში ილაგებენ პოლიცია გვჭირდება არა პოლიცია კიდე რა ერთმანეთს აკონტროლებდნენ და არ იყოს ეს რაღაც რა ვიცი მოკლედ არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ მაინც აი რაღაცა რაც მაწუხებს ხვდებით აი რაზეც ვფიქრობ ხოლმე რომ არ უნდა იყოს რა ჩვენი ქვეყანა ესეთი დონის რა უნდა იყოს რაღაცა ლაღი ღმერთის წყალობაც მეტი ექნებოდა ჩვენ ქვეყანას უფრო მეტად რა ვიცი ხა ისეთი რაღაცები ხდება რომ მიკვირს რომ რაღაცა კატასტროფები არ ხდება ჩვენ ქვეყანაში თუმცა რა ვიცი რაღაცა ისეთი წინათგრძნობა მაქვს რომ გაზაფხულისკენ რაღაცა მიწისძვრების არ მიყვარს ამაშინებს ოდნავ რომ ბიძგია ხოლმე აი ესე მაკანკალებს ხელები ფეხები სულ მიკანკალებს ხოლმე ერთადერთი რისიც ყველაზე ძალიან მეშინია ეს არის მიწისძვრა და არა ჩემ გამო მხოლოდ რა არის ზოგიერთი თვითონ თავისთვის შეშინე მაგალითად ერთ ჩემ მეზობელს ძალიან ჭკვიან ქალს შვილი დარჩა სახლში თვითონ გავარდა გაიქცა ესეთები ხდება კარგით ახლა ჩემ ყავას დავლევ სოსო რაღაცა გაიგრძელა ძილი იმიტომაც ჩავიგდე ხელში მობილური და რამდენი წუთი რა კარგად მოვტარაკე კარგით მეგობრებო დროებით და საღამოს ველოდები მოკლედ ვანდას თავის დამშობლოთან ერთად აბა დროებით